მოდი ესე წარმოვიდგინოთ რა, რომ რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში სადღაც ვთქვათ ორი ესპანელი ან ორი იაპონელი მაღაზიაში შოპინგის დროს შეხვდნენ ერთმანეთს ის თავისთვის რაღაცას ყიდულობს ეს თავისთვის ხო აი არანაირი რეაქცია არ არის მაგრამ ორი ქართველი თუ და ქართველი ხარ შენ იმ საღამოს აუცილებლად ხედან და ეძებენ და არკვევენ ერთმანეთში რა ნათესაური კავშირი შეიძლება კონდეთ ერთმანეთთან ბიძაშვილი ვინ იყო, მამიდაშვილი ვინ იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ღირებულებათა სისტემა რეალურად არის სხვანაირად მოწყობილი რა. მეზობელი ჩემთვის აი ხშირ შემთხვევაში ძალიან ახლო ნათესავზე ახლობელია რა ხო და შენ წარმოიდგინე არის ქვეყნები სადაც მეზობელი კი არა საკუთარ ბიძაშვილი არიციან და შვილი არიციან რა ჯერ მარტო ჩვენთან შვილი რამდენხანს არის ოჯახში დედასთან და მამასთან ხო გეთანხმები და დედა და მამა ყოველთვის დედა და მამაა რა იქ რო გააგდებენ 17-18 წლისას შენ თვითონ მიხედე საქმეს ხო ეგეც არის მიხედეს გარდა დედასთან მივიდა შვილი და დედა ეუბნება რომ შენ არ გაგიფრთხილები ხარ რომ დღეს ჩემთან უნდა მოსულიყავი და სადილს ამიტომ ვერ მიიღებ და ახლა მე დედა ჩემთან შუაღამისას მივიდე ლიჟბის სადილი მოეტანა ხო ის გინდა რა გინდა მაგრამ ამიტომ მეცი რაღაცები ჩვენთვის ძალიან მიუღებელი და შეუცნობელია და ასეთი ფაქტები ძალიან მტკივნეულია, მაგრამ სადღაც გასაგებიც არის, იმიტომ რომ აქ ეგ ვერ შეიძლება მოხდეს.